პენიტენციალურ სისტემაში ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის ფარგლებში კონკურსის შედეგად შერჩეული მედპერსონალის გადამზადება დაიწყო. ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრს შეექმნების ტრენინგს პირველ დღეს საჯარო ასრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი დაესწრნენ. კონკურსის შედეგად 25 ექთანი შეირჩა, რომლებიც ერთკვირიანი ტრენინგის გავლის შემდეგ საჯარო ასრულების დაწესებულებაში გადანაწილდებიან. შერჩეული მედპერსონალი ტუბერკულოზის შემთხვევების ადრეული გამოვლინების მიზნით საჯარო ასრულების დაწესებულებებში სკრინინგს ჩაატარებენ. პერსონალი მსჯავრდებულთა სკრინინგს პერმანენტულად განახორციელებს. დაგვეხმარება ამ დაავადების დროულ გამოვლენაში პენიტენციურ სისტემაში და მერე რა თქმა უნდა უკვე ეფექტურ მკურნალობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც ტარდება ტუბერკულოზთან ბრძოლის მიმართულებით და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ რეფორმის, ამ სტრატეგიის განხორციელება შესაძლებელი გახდა იმ რეფორმების შედეგად, რა რეფორმებიც სამინისტრომ ჩაატარა ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების თვალსაზრისით. მიმდინარეობს სწავლება 25 ექთანის, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ყველა საჯარო ასრულების დაწესებულებასთვის. მთავარი ამოცანა ჩვენი იქნება, რომ ერთობლივი თანამშრომლობით საჯარო ასრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან ერთად მოვახერხოთ იმ ეფექტური სტრატეგიის განხორციელება, რასაც ტუბერკულოზთან ბრძოლა ქვია საჯარო ასრულების დაწესებულებებში.